გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ი. მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო თემაზე, როგორც არის განახლებადი ენერგია და მისი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სახეობები. ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი მაია მელიქიძე, გრედას აღმასრულებელი დირექტორი და ირაკლი უბილავა, OHM Energy-ს დამფუძნებელი პარტნიორი. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან და ზოგადი განმარტებით რომ დავიწყოთ, რას გულისხმობს განახლებადი ენერგია, რომელია არაგანახლებადი, მაშინ თუ გვაქვს განახლებადი ენერგიაც ხომ და ეს განსხვავებები რომ ზოგადად მიმოვიხილოთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ნინო მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი თემაა. რასთან მიმართებაშიც მოგვიწევს საუბარი. ირაკლი კი ჩემი მრავალი წლის მეგობარია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ერთ სექტორში და ერთ სფეროში აღმოჩნდით. დავიწყოთ რა არის განახლებადი ენერგია. განახლებადი ენერგია, ზოგადად საქართველოს ძალიან მდიდარია განახლებადი ენერგიით, მაგრამ ნახეთ როგორ ხდება იყოფა ტრადიციული ენერგია და განახლებადი ენერგია. ტრადიციული ენერგია არის მაგალითად ბირთვული ენერგია, ატომური ენერგია, ქვანახშირი და ასე შემდეგ. რაც შეეხება განახლებად ენერგიას, ეს გახლავთ ჰიდრო, ანუ წყალი, მზე, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ. ჩვენ რო ისტორიას გადავხედოთ, მოდით მსოფლიოს მიმოვიხილოთ და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რეალურად იწყება 1800 წლიდან, მაგრამ ქვანახშირზე ხდება პედალირება და მასიურად გამოიყენება ქვანახშირი. შემდეგ უკვე 1900 წლიდან უკვე ჩნდება სხვადასხვა საშუალებები და ძალიან ახალი არის უკვე 1900-იანი წლებიდან, ანუ 90-იანებიდან, უკვე როდესაც განახლებადი ენერგოწყაროები ხდება აქტუალური. ჩვენ ბედნიერი ვართ, იმიტომ რომ 100 წლიანი გამოცდილება გვაქვს ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით და მაშინ, როდესაც მსოფლიო პირველ ნაბიჯებს დგავდა, ჩვენი მეცნიერებიც ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ძალიან აქტიურები იყვნენ. პირველი ჰესი ავაშენეთ 1989 წელს, ეს იყო ძალიან პატარა, ბუნებრივია, ეს ბორჯომულაზე, სულ რაღაც 6 საკუთარ სახლს დაანათებდა. არსებობს და ძალიან ვიბრძვით იმისათვის, ანანგრევები არსებობს და ძალიან ვიბრძვით იმისათვის, რომ აღვადგინოთ და მომავალთაობას ვაჩვენოთ, რა იყო ის პირველი, ასე ვთქვათ, ბარათი, სავიზიტო ბარათი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 1890-იანი წლებიდან ვიწყებთ რა ისტორიას, ძალიან მალე უკვე, პრინციპში 100 წლის თავზე, 1979 წელს უშვებთ უკვე უზარმაზარ ჰესს. ენგურის ეს. და მაშინდელ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში ეს იყო ერთ-ერთი პირველი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი. 1300 მეგავატის გამომუშავება არის უზარმაზარი შესაძლებლობა, მაშინ როდესაც აი დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ახლა თემებზე და მოხმარება არის სადღაც 2000 მეგავატის ფარგლებში და მაშინ წარმოიდგინეთ ეს რამხელა შესაძლებლობა იყო. შემდეგ ბევრი ქვეყანა დაგვეწია და გაგვისწრეს კიდევაც. ძალიან სერიოზული შესაძლებლობა არის მზე. უნდა ვთქვა, რომ 365 დღიდან 257 დღე ჩვენ გვაქვს მზიანი. ეს არის ის საინტერესო წყარო, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გენერაცია და არის წმინდა ეგეთი სუფთა ენერგია. ეკოლოგიის თვალსაზრისით. აი ზუსტად ეკოლოგიური თვალსაზრისით და ჩვენ ველოდებით შემდეგი 2 წლის განმავლობაში მზის ელექტროსადგურების ბუმს. აქ უკვე კითხვა ისმის, მე ტექნიკურზე შეგვიძლია გადავიდეთ, რამდენად შესაძლებელია ამისი ქსელში ინტეგრაცია და აქ უკვე გამოწვევებს ვაწყდებით, იმიტომ რომ ეს არის ვოლატილური ენერგია, ანუ ცვალებადი ენერგია. ანათებს რამზე, გვაქვს ელექტროენერგია ვაგენერირებთ, არ არის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაწყდებით გამოწვევას. და ეს ცვალებადობა უნდა ქსელმა აიღოს თავის თავზე. ქარი ასევე მნიშვნელოვანია, ზღვის ტალღები ხდება უკვე მნიშვნელოვანი, ბიომასა და ასე შემდეგ. მე გრედას ნაწილში, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ირაკლი არის წმინდა პრაქტიკოსი. ამ სფეროს ენერგიის მიმართულებით, ხო? კონკრეტულად ამ ენერგიაზე მუშაობთ ირაკლი, ხო, თქვენი კომპანია? კი, ნინო, ენერგეტიკაში ვმუშაობთ მზის მიმართულებით. განახლებადი რატო ქვია, ესეც საინტერესოა, რომ წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც მზე ანათებს და ანათებს ხშირად, ნახევარი დღე მაინც, კი ბატონო. აი, ყოველი არ დაჭერილი სხივი ჩავთვალოთ, რომ დაკარგული. ანუ ფაქტობრივად მზიდან იმდენი ენერგია მიიღება დედამიწის ზედაპირის მიერ
რომ ეს ცოდოვარი რო არა ითვისო, ხო? ზუსტად ამას ემსახურება მზის ენერგია, რომ სანამზე არის, შეგვიძლია გქონდეს ენერგია. ეხლა მზე თუ აღარ იქნება, მე რაღაც ენერგია დაგჭირდება პრინციპში. თქვენ ანუ ეს რა ქვია მზის სადგურებს, კი, ჩვენ ვაშენებთ ნინო მზის სადგურებს, ეს მზის სადგურები ახლა სადგური არის პატარაც და დიდიც, ხო? ახლა როდესაც სადგური გვესმის, ხშირად წარმოგვიდგენია რაღაც ესეთი ბერთელა ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგრამ იდეაში სადგური არის, თუნდაც სახლზე დაყენებული მზის სისტემა, ხო? იმიტომ რომ მოვიხმართ ენერგიას აწარმოებს, შესაბამისად სადგური არის. შესაბამისად ჩვენი მუშაობა, ჩვენი საქმე იმსახურება იმას, რომ მაქსიმალურად მარტივად და გასაგები რესურსის გამოყენებით მივიღოთ ენერგია და არ მხოლოდ უბრალოდ მივიღოთ, არამედ ავტონომიურიც ვიყოთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ისე ვითარდება და სხვადასხვა ფინანსურად სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რომ ფაქტობრივად არის შესაძლებელი ახლო მომავალში ჩვენ ხედავთ დაახლოებით 10-15 წელი დაჭირდება ამას, რომ და მოხდეს ავტონომიზაცია ელექტროენერგიის მოხმარების. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს თვითონ მოსახლეობის მხრიდან თავისთვის და არა მხოლოდ მოსახლეობა, ანუ შეიძლება ქარხნების ავტონომიური გახდეს ამ ტექნოლოგიები, ეხლა უკვე იხვეწება იმ დონეზე, ანუ მარტო ტექნოლოგიურ დახვეწას არა, კომერციულად უნდა იყოს მიზანშეწონილი, ხო? მათემატიკა უნდა გვიჯდებოდეს. რომ წარმოიდგინეთ, ქარხანას ქსელი არ ჭირდება, მოსახლეობას ქსელი არ ჭირდება. ეხლა ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ეს ხშირი პრობლემა გვაქვს, აი გათიშვები, შეიძლება ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის მაინც, ხო? იმიტომ რომ ასე თუ ისე ქსელის განახლება მთელი ინფრასტრუქტურის ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, განსაკუთრებით აი თბილისის მიდამოებში, ახალ უბნებში, რაღაცა ვიყოთ დიღომი, სხვადასხვა სააგარაკე დასახლებები, სადაც იზრდება იქ, მაგალითად ხდება გეგმიური გათიშვები, რომ მაგალითად ახალი აბონენტები უნდა დაამატონ, ითიშება. ამ შემთხვევაში რას აკეთებს მოსახლე? ახლა თუ დიზელ გენერატორი აქვს, ჩართავს, აქვს დენი. მაგრამ თუ მას აქვს სოლარი პლუს აკუმულატორების სისტემა, ჩართული შეგიძლია ავტონომიური იყო. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით რაღაც მინიმალურ მოხმარების ჭრილში, მაგრამ ისე განვითარდება ყველაფერი და ეს დაახლოებით 10-15 წლის მალე გავა დრო, რომ უკვე ჩვენ დავინახავთ ჩვენ ქვეყანასაც და სხვა რეგიონებსაც, რომ ელექტროენერგიის მომხმარებლები იქნებიან ავტონომიური, არ იქნები დამოკიდებული ცენტრალიზებული ქსელზე. ამ მზის ცვალებადობაზე რამდენად შესაძლებელია, რომ მთელი წლის განმავლობაში მაინც გქონდეს თუნდაც ერთ მოსახლეს თავისი რაღაცა სახურავზე დამონტაჟებული პანელით. შესაძლებელი არის ფიზიკურად, ის ჩვენ გვესმის, რომ ზამთრის პერიოდებში ელექტროენერგიის გამომუშავება ნაკლებია. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ფოკუსში, როცა ავტონომიურ სისტემებზე გვაქვს საუბარი, დათვლას ვიწყებთ, აი ყველაზე ცუდი სცენარით. ეხლა ცუდი სცენარი არის ზამთარი. ეხლა ზამთარში საშუალოდ მზიანი, მაქსიმალურად მზიანი საათები არ აღემატება 2-ს დღეში, ანუ 24 საათი. აქედან 2 არის მაქსიმალურად მზიანი. საშუალოზე გვაქვს საუბარი. ახლა ზაფხულში წარმოგიდგენთ 7 არის, 7 საათი. ჩვენ უნდა გავთვალოთ ისე, რომ ზამთრის ჭრილში მაქსიმალურ მოხმარებას ეხოს ჩვენი სადგური, თან ძალიან არ გაგვიძვირდეს, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც ვითარდება ეს ტექნოლოგიები და მთლად ესე იაფიც არ არის. და შემდეგ უკვე მოხდება კარდინალური გარდატეხა. აი ეს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრატეგიულადაც, ეს ძალიან შესწვრის ბევრ ეკონომიკის პრინციპს, უკვე ორგანიზაციებს შეეძლებათ ფოკუსირდნენ უშუალოდ საკუთარი შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებებზე, ოპტიმიზაციაზე. ეს ზუსტად ის პროცესი არის, რომელიც გარდაუვალი არის. და საქართველოს პრინციპში ამ რესურსი აქვს. მაიკო მას თქვა ჰიდროზე განსაკუთრებით, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის ათვისებული იმ დონეზე, რადგან უნდა იყოს. ანუ ყველაზე მეტად მაინც ჩვენთან უფრო ჰიდროელექტროსადგურები მუშაობს, ხო, რა თქმა უნდა და ეს ქარი რამდენად მე მგონი ფაქტობრივად აუთვისებელია, არა? მხოლოდ რამდენიმე ტურბინა ვიცი, რომელიც იქ არის გორისკენ სადღაც დამაგრებული. მაქედან ვიღებთ რამეს თუ როგორ ხდება? კი, რა თქმა უნდა, მართალს ბრძანებთ. ერთადერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს ჯერ 20.7 მეგავატი არის გამომუშავება
სტაბილურ მდგომარეობაში. თუმცა მიმდინარეობს მშენებლობები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის რამდენიმე თვეში მე სიამაყით ვიტყვი იმას, რომ კიდევ 2 მინიმუმ დაემატა. არის კონკრეტულად? კი. ახლა შენდება ერთი სამშენებლო ეტაპზეა უკვე გადასული, ზუსტად ამ ქარის ელექტროსადგურიდან სადღაც 4-5 კილომეტრის მოშორებით უზარმაზარი ქარის ელექტროსადგური, საუბარი არის 206 მეგავატზე. ანუ აქ თუ იყო 20.7 მეგავატი, ანუ ნახეთ რამხელა განსხვავება კი ნამდვილად საკმაოდ დიდია. ეს არის EBRD-ის დაფინანსებით. ძალზაღად უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ჩვენთან ამხელა ფინანსური რესურსის მოპოვება პრინციპში ძალიან რთულია. კომერციულ ბანკები ახლა ცდილობენ, რომ აი ეს რადგანაც შეიზღუდა გარკვეულწილად ეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება, მაგრამ ეს მოესწრო საბედნიეროდ და კიდევ რამდენიმე პროექტი მოესწრო, რომ ჩანაცვლდნენ, თქვათ კომერციული, მაგრამ კომერციული ფული და ეს საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამიტომ ინვესტორი, რა თქმა უნდა, ხა ირაკლი ინვესტორია, ძალიან კარგად ხვდება ფინანსებს უყურებს, რა ხარჯია, რა შემოსავალია, რამდენ ხანში ამოიღებს ამ ინვესტირებულ თანხას, უყურებენ ტარიფებს და ახსენები იყო მათემატიკა და ფინანსები წამყვანი არის ბუნებრივია ბიზნესში. თქვენ ჰიდროც ახსენეთ და დასანანია ნამდვილად ის რომ 25% არის ჯერჯერობით ათვისებული ჩვენი ჰიდროს რესურსის, ჩვენ 26,000 მდინარე გვაქვს და აქედან მხოლოდ 300-ის გამოყენება შეგვიძლია, აქვე მინდა აღვნიშნო, ანუ მეც ვერ გამოვიყენოთ ფიზიკურად არ შეიძლება გარემოს დაცვითი საკითხებიდან გამომდინარე. თუმცა იმ 300-ის გამოყენება ბუნებრივია შეიძლება. სრულიად საკმარისი იქნება რა, ბოლომდე რომ გამოვიყენოთ თუნდაც ეს 300 ჩვენი შიდა მოხმარებისთვის რა. ჩვენი შიდა, ასე ვთქვათ, თვითკმარი რომ გავხდეთ, ანუ საკუთარივე მოხმარება, უმეტესად მოთხოვნილებები დავეკმაყოფილოთ, რა თქმა უნდა. ჩვენ აქ ახლა უნდა ვისაუბროთ ირაკლიმაც და მეც ექსპორტის შესაძლებლობებზე. გასაოცარი შესაძლებლობები გვაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თურქეთი მუდმივ რეჟიმში საჭიროებს ჩვენგან ელექტროენერგიას, იმიტომ რომ მათი ეკონომიკა იმდენად სწრაფად იზრდება და იმდენად საკმაოდ უნდა ვაღიარო გონივრულად მოქმედებენ მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე, იმიტომ რომ სადაც რომელ ქვეყანას რა პროდუქტი უჭირს ნინო პროდუქცია თუ ასე, იმ წამს მზად არიან რომ უზრუნველყონ და ეხლა ჩინეთი აქტიურდება კიდევ. შესაბამისად ევროპული ბაზრის მთავარი მომარაგებელი, მაგალითად მაშინ როდესაც გარკვეული პროდუქციის წარმოება შეიზღუდა ბუნებრივი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩანაცვლდა ზუსტად თურქეთს და ამის სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უზარმაზარი ჰესი ააშენეს, მაინც არ მოხდით. ამას დაემატა აქვე, ანუ მეზობლად. აქვეა და გადამცემი ხაზებიც გვაქვს. უბრალოდ 700 მეგავატზე მეტი ვერ გაგვაქვს, ანუ გადამცემი ხაზებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სომხეთს, აი ირაკლი ძალიან კარგად იცნობს მათ შორის სომხურ ბაზარსაც. შაშან პირველად მოხდა, როდესაც ბოლო 9 წლის განმავლობაში სომხეთმა გაიტანა ელექტროენერგია ჩვენგან. და თქვენ ახლა რომ ნახოთ ამ მომდევნო 10 წლის განვითარების გეგმა, იქ ნახავთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით 150 მეგავატი არის გადამცემი ხაზი და ემატება 300-ზე მეტი. ანუ კიდევ 2 ხაზი ემატება. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საჭიროება არის. და კიდევ შორს რო წავიდეთ, შავი ზღვის წყალქვეშა. ანუ მე ხარ ისი ხაზგასმა მინდა. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე რა ელექტროენერგიასაც მოვიხმართ. სრულად ჩვენია, ჩვენი წარმოებული. აი ეს მაინტერესებს. აბა იქით რატო? არა, ნამდვილად არა. ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია, ანუ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და შემოგვაქვს ძირითადად რუსეთიდან. ვინაიდან მას აქვს ამისი რესურსი და საკმაოდ სარფიან ფასად. ანუ კონკურენტულ არის. ჩვენთვის სარფიან ფასად თუ მათთვის? ჩვენთვის სარფიან ფასად. მათ უბრალოდ ეს რესურსი ძალიან ბევრი აქვთ და გამომდინარე იქიდან რომ აი ეს გარკვეული ასე ვთქვათ, ომის ვითარებიდან გამომდინარე, რომ ევროპა მოარი თქვა ამ ენერგომატარებლებზე, მათ ეს დაუგროვდათ და მოგეხსენებათ, როცა ჭარბია, მერე ფასიქვებით მოდის, როცა დეფიციტურია, როცა ბენზინი ხო რაღაცა მინუს ფასში გადასული, იგივე პრინციპით, ხო? იგივე პრინციპით ზუსტად. ამიტომ აქედან გამომდინარე საკმაოდ კონკურენტულადია. თუმცა ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა შედარებით უფრო ძვირად ღირებული მithumetes, როდესაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, ქვეყანა გვაძლევს მაგის საშუალებას, ასე ვთქვათ. რა მასშტაბზე შეიძლება მზის, კონკრეტულად მზის ენერგიაზე როცა ვსაუბრობთ, რომ გავიდეთ, ანუ რაღაცა ეს უფრო ინდივიდუალური ხარ, როგორც წეგან ახსენე, თუნდაც იგივე რაღაცა წარმოებები იყოს მზის ენერგიაზე აწყობილი, თუ უფრო რაღაცა მასშტაბური სახით შეიძლება კონდეს. როდესაც მაიკო მახსენა ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დივერსიფიცირება.
და ეს დივერსიფიცირება ძირითადად ახლა საბოლოო მიზანი არის ენერგოუსაფრთხოება, რომ თვითონ საქართველოს შეძლოს პროგნოზირება, ფასების პროგნოზირებაც მათ შორის, გეგმების და დააციოს, კი, რა თქმა უნდა, და დააციოს უბრალოდ ენერგოინფრასტრუქტურა თავის ეკონომიკურ ზრდაზე. ზოგადად წესი არის ესეთი, რომ უფრო მეტი უნდა გამოიმუშაო, ვიდრე ეკონომიკა იზრდება, ანუ ყოველთვის წინსწრებით უნდა გააკეთო. ხო, თურქეთს რაც დაემართა, იგივე ვარ დაქვემართოს, ხო? ზუსტად, აი ნორვეგიის მაგალითი არის, რომ აი ნორვეგია რატო არის ეკონომიკურად ძლიერი განვითარებული? მქონდა საუბარი ერთ-ერთ ნორვეგიელთან, უბრალოდ ესე შინაურ საუბარში, აი მიყვებოდა, რომ წარმოიდგინეო, რამდენი მდინარე გვაქვს და ბევრი ფიქრობს, რომ როგორ განვავითარეთო იდეაში ჩვენი ეკონომიკა, თითქოს ეს გაზის გამო, ნავთობის სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკა იმიტომ განვითარდაო, რომ იმდენი ჰესი ავაშენეთო. ფიზიკურად ხარ ის შესაძლებლობას ქონდა, რომ საბოლოოდ ელექტროენერგია იმდენად იაფი იყო, რომ უკვე წარმოიდგინე ენერგია გაქვს იაფი. ეხლა აქ ჩვენ სტუდიაში ვიწერთ, ხო, ეს ხო ელექტროენერგიის ხარჯი არის. წარმოების პროცესი ელექტროენერგიის ხარჯი არის. როდესაც შენ ეს ხარჯის ნაწილი გაქვს მინიმალური, შენ უკვე ქვეყანას შეგიძლია მოიპოვო რაღაც კონკურენტული უპირატესობები, ხო? რაღაც სხვადასხვა ინდუსტრიაში არ აქვს ახლა მნიშვნელობა საქართველოს იქნება ნორვეგია თუ ნებისმიერი სხვა. როდესაც ჩვენ ამიტომ ენერგეტიკაზე გვაქვს საუბარი, აქ არაა საუბარი მხოლოდ მზეზე. ეხლა მხოლოდ მზის ენერგეტიკა არ არის რა თქმა უნდა საკმარისი. მხოლოდ არა, მაგრამ რა წილში რა შეუძლია რა სერიოზული წილი შეიტანოს თუ ეს არის უფრო ინდივიდუალური, აი ზღან ავტონომიურობა ახსენე, აი მაგ მხრივ უფრო შეიძლება მოვიდეს, რომ შეუძლია კომბინირებაში და უშუალოდ შემნახულ სისტემებთან, ჰესებთან ერთად. აი როდესაც მაგალითად მაქსიმუმზე მუშაობს სოლარ სადგური და უშუალოდ ზაფხულის პერიოდში ან თუნდაც პრინციპში ზამთარში გააჩნია რეგიონს ახლა აი რაღაცას ვიტყვი საინტერესო არის რომ სინამდვილეში მზის პანელი ბევრად უკეთესად მუშაობს მაღალ მთიან რეგიონში სიცივეში როგორც მზიანი ამინდი უნდა იყოს ახლა ყველა მთაში ვართ ასული და აი მზე რო წვავს ხო ახლა მთაში მიღებული რუჯი ბევრად უფრო ესეთი არის ძლიერი ვიდრე პირველად ზღვაზე რატო რომ წარმოიდგინეთ ზღვის დონიდან მაღლა ხართ ატმოსფერული წნევა დაბალია ელემენტარული ჰაერი უფრო სუფთა ზესთან ხარ უფრო ახლოს მოკლედ რო ვთქვა და ასეთ პირობებში სოლარი ბევრად უკეთესად მუშაობს თუმცა ისევ და ისევ სოლარი არის საჭირო იმისთვის რომ სასოლარე საქმე მაქსიმუმზე გააკეთოს ოღონდ სწორი კომბინირებით სხვადასხვა ენერგიის წყაროებთან და ტექნოლოგიებთან რომ ყველა ტექნოლოგიის უპირატესობა გამოვიყენოთ. ჰესები მაგარი არის, მაგრამ ჰესაც აქვს ხო სეზონურობა. ზუსტად აი რაღაც ამ სეზონურობების გადასაფარად არის სხვადასხვა ტექნოლოგიები გასავითარებელი. ანუ რომ როდესაც რაღაცა ის ტრადიციული ვახსენეთ ხო, წეღამოძეს ტრადიციული მეთოდებით რაღაცა არ ხდება მიწოდება, მაგ დროს რო გქონდეს გამოვიყენოთ და დრო და დრო, როდესაც უკვე ტექნოლოგიები დღეს უკვე შემნახველი სისტემების აკუმულატორებზეა ხო საუბარი. უკვე მათემატიკა პრინციპში საინტერესო ტენდენციისკენ მიდის. სხვათა შორის ჩინეთში იყო ტენდერში გაიმარჯვეს, მგონი, მაგალითად წარმოიდგინე $65 კილოვატ-საათი. ანუ $65 რა თქმა უნდა ეს ძალიან მასშტაბური ტენდერი იყო, მაგრამ აქ უკვე ფაქტობრივად ტენდენციას ვხედავთ. რით არის განპირობებული? ეხლა აკუმულატორი ლითიუმის ბაზაზეა, ხო, ძირითადად ეს არის კიდე სხვა ტექნოლოგიები, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხდება მის ევროპაში. დღეს ახლა რაც უკრაინა რუსეთს შორის ომი ელექტროენერგია გაძვირდა. უკვე იქ აი აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით ბულგარეთი, რუმინეთი ძალიან აქტიურად მიდის შემნახ აკუმულატორის წარმოდგენა დიდი კონტეინერების ბაზაზე, ესენი ერთება ქსელში, რომ შენ სტაბილური ზაბვა მიიღო. რატო? სოლარიდან არ გვაქვს სტაბილური. ეგაზეც ვისაუბრებ. კი, გავაგრძელებ ირაკლის სიტყვას. კი, და უნდა მაქსიმუმ უბრალოდ ის რესურსი, რაც გვაქვს, ინტეგრირება და გრძელვადიანი ხედვა ისე და ისე. კი. ეხლა რადგან უკვე ვახსენეთ ეკოლოგია, ჰიდრო არის უფრო ისეთი მოდი განვარტყოთ.
განმარტოთ სამივე სუფთა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის აქტუალური, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით ასე არის მიჩნეული. მოდით ირაკლი სიტყვებს გავაგრძელებ, ანუ ნორვეგია ახსენა, ნორვეგიას 97% აქვს ათვისებული თავისი ჰიდროსი. ხშირად მე ნინო მეკამათებიან ხოლმე, რომ აი ეს თუნდაც უზარმაზარი ჰესებიზე რო არის საუბარი, უზარმაზარი მწვალებში, ნამოხვანი ნენსკრა და ხუდონი, თქვათ ევროპული ქვეყნები წამყვანი თუ აღარ ჰიდროზე აღარ დებენ მსონსოს, საქართველოს რატომ უნდა დავდოთ? იმიტომ რომ იქ უკვე ათვისებულია და როდესაც ჩვენც ავითვისებთ ნამოხვანის ნენსკრას და ხუდონის მერე ჩვენ აღარ ავაშენებთ მსხვილ ჰესებს და ეს მსხვილი ჰესები ცოტა ის არის, როდესაც ჩვენ ენგურ ჰესი გვაქვს 1300 მეგავატიანი, იქ არის საუბარი 250 მეგავატზე. ეს არ არის რაღაც ენგურის ხელა არც ერთი არ არის. თავიდან ბოლომდე რომ შეკრიბო სამივე ენგურს ვერ გაასწრებს. ანუ ენგურზე გაცილებით ნაკლებია ენგურ ჰესები. ხო, მაგრამ მაინც უფრო რომელია დავუშვათ ჩვენ რო გქონდეს უკვე არჩევანის ისა, არჩევანი. ეკოლოგიის თვალსაზრისით მაინც, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ქარის ეხა ეს მზის სისტემა ესე მასობრივად თუნდაც მარტო იმიტომ რომ ეს ლითიუმი ვახსენეთ და ამხელა ლითიუმის მოპოვება ცალკე უკვე გამოიყო ცალკე პრობლემა და ასე ვთქვათ. ქარის ელექტროსადგურებსაც გამიგია რომ რაღაცა პრობლემა აქვს, თუმცა არ ვიცი კონკრეტულად მაგაზეც რო ვისაუბროთ ეკოლოგიის თვალსაზრისით რა პრობლემა აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ ნებისმიერი რამე, რასაც ადამიანის კომფორტია ახლავსთან ეკოლოგიაზე ახდენს ზეგავლენას. მაგაში ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ რა ავწონოთ მაინც. აქ ყოველთვის დგას ხოლმე ადამიანი არჩევანის წინაშე და გონიერი ადამიანები ცდილობენ ნაკლები ზეგავლენა მოახდინონ. ეხლა პრინციპში რო ვთქვათ ჩვენს ახლა სტუდიაში ვიმყოფებით, დარწმუნებული ვარ აქ, ოდესღაც უღრანი დღე იყო, ან მინდორი იყო. ახლა შენობაა, სადაც მოვედით, ასე ვთქვათ, შესაბამისი გზით და ეს უკვე ზეგავლენაა. ამას ანუ ადამიანის ეგრეთ წოდებულ კომფორტს მოყვა უკვე გართულება. ჰესები ნახეთ როგორი არის მარეგულირებელი ჰესები, რომელსაც დომბა აქვთ. და შესაბამისად ეს გაცილებით მეტი ზეგავლენაა, ვიდრე ვთქვათ მოდინებაზე მომუშავე ჰესები, როდესაც მოედინება ვთქვათ წყალი და ზეტყენდება. ეს არ არის ისეთი ეს პატარა ზომის არიან კი, სადღაც 15 მეგავატამდე და დღევანდელი სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანია ის ნინო, რომ აუცილებლად იყოს დაცული იქ ეკოლოგიური საკითხები, თევზების გამრავლება, თევზებმა თავი არ უნდა დაარტყან იქ ასე ვთქვათ შესაბამის კონსტრუქციას და ასე შემდეგ ის უკვე ისე იგება, რომ მაქსიმალურად ხდება ხელშეწყობა იმისათვის, რომ ბუნებაზე ნაკლები ზეგავლენა მოხდეს. არჩევანს რაც შეეხება თუ საქართველოზე მკითხავთ, გაცილებით უფრო უკეთესია, იმისათვის რომ კარგი გამოცდილება გვაქვს და რეგულირების თვალსაზრისით მარტივია რეგულირება, ვიდრე ვთქვათ მზე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ირაკლი მისაუბრა მზის მნიშვნელობაზე, მაგრამ პროგნოზების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ როგორი იქნება მზე, ხვალზე, გმაზე და ინვესტორი ამაზეც ფიქრობს, ხომ? ეს არ არის მარტივი სქემა. რაც შეეხება ქარს, რა თქმა უნდა, ქარსაც აქვს თავისი ზეგავლენა, იმიტომ რომ ეს ტურბინა რომ ტრიალებს, ამას ადამიანის ყური ვერ გრძნობს, მაგრამ აქვს თავისებური ტალღები, რომელსაც გრძნობენ ფრინველები, ცხოველები. ანუ არ შეიძლება ისეთ ადგილას აშენდეს, სადაც ადამიანების დასახლება ახლოს არის, სპეციალური სტანდარტებია დასაცავი. პლუს ამას ჩვენ ხო მიწაში ჩავდივართ, როდესაც ვამაგრებთ, ანუ მიწაზეც ვახდენთ ზეგავლენას. მე უფრო მეცაც გეტყვით, ახლა ნავთობზე რო არის საუბარი, ნავთობი წმინდა ბუნებრივი თვალსაზრისით აღიქმება როგორც დედამიწის სისხლი. და როგორც ადამიანს რო გამოუღებ სისხლს და შესაბამისად მას აქვს ნაკლებობა მერე უკვე რკინის და ასე შემდეგ, ზუსტად ასევეა. ანუ ის ნავთობი, რომელიცაც იღებს ადამიანი იმისათვის, რომ გადაამუშავოს და ასე შემდეგ, ეს აღარ არის განახლებადი ενέργεια, უბრალოდ ხსნი. აი ესეც კი არის დარტყმა, ასე ვთქვათ, დედამიწაზე. რა თქმა უნდა. კი, ყველაფერი მართლა თქვენი თქმის არ იყოს, ყველაფერი ახდენს გავლენას და ჩვენი მართლა მიზანი ეგ არის, რომ რაღაცნაირად დავწონდ და შედარებით ხო უფრო ნაკლებად საზიანო. ეხლა აქ კიდევ შემოდის აუცილებლად უფრო ალბათ მზის და ქარის სადგურებში ნარჩენების, ყველაზე მეტად ალბათ მზის სისტემებში, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა მუდმივი, ეს კონსტრუქციები, ხო, ცუდ ასე ქვემდებარება და რაღაც ეტაპზე ხდება აუცილებლად ნარჩენი. როგორც ვიცი 30 წელი ხო თუ რაღაც ესეთი ის აქვს ვადა პანელებს. რესურსი აქვს ფიზიკურად მუშაობის, ნუ მეტნაკლებად ეფექტიანად. 30 წელი
მაგრამ პრაქტიკაში დაახლოებით ყოველ მე-12-მე-15 წელიწადს უფრო მალეც გააჩნია ტექნოლოგია როგორ ვითარდება, ხდება ამის დემონტაჟი და ან სრულად შეცვლა დიდწილად. ან მეორად ბაზარზე, ასე ვთქვათ, რეალიზება პროდუქციის, ან და გადამუშავება. გადამუშავება უკვე იმ დონეზე არის დახვეწილი, თვითონ სოლარ პანელის, რომ ეგ უკვე მიიღწევა 96%-მდე, ასე ვთქვათ, ეფექტიანობა გადამუშავების პროცესში და საინტერესოა, რომ ეს ნედელეული შემდეგ ასევე შეიძლება ისომზის პანელის წარმოებაში იქნეს გამოყენებული. ახლა მანდ ჩვენ კაშზე გვაქვს ხო პოლისილიკონზე საუბარი, მანდ მინა არის შუშა, რომელიც ასევე გადამუშავების საგანი შეიძლება იყოს. ახლა გადამუშავების ინდუსტრია ძალიან განვითარებული არის თავშეთ გერმანიაში, იმიტომ რომ გერმანიაში პრინციპში სოლარის მონტაჟი კარგი ხნის წინ დაწყებული დაახლოებით 30 წლის წინ. ჩინეთში არის ძალიან ეფექტიანი ტექნოლოგიები და აქ უკვე ესე რეციკლირება ხდება. ვაყენებთ პანელს, ვამუშავებთ, მაქსიმალურად ეფექტს ვიღებთ, გადავამუშავებთ შემდეგ და ისევ ვიღებთ ან მზის პანელს, ან იმ ნედლეულს უკვე თავიდან აღარ მოვიპოვებთ, ხო? და ის სხვადასხვა ტექნოლოგიები, სადაც შეიძლება იყოს დავუშვათ ეს კაჟი გამოყენებული, ნახევრადამტარი არის, ის შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგალითად ჩიპების წარმოებაში. უკვე ისეთ ეპოქაში გადავდივართ, რომ აი დღეს რაც ყენდება სოლარ პანელები 15 წელიწადში ამათი გადამუშავების შედეგად უკვე იმდენ ძალიან ბევრ მასალას ვიღებთ ნახევარგამტარების, რომლებიც უკვე მაშინ ჩიპების წარმოება, მე ვხედავ და 15 წელიწადში ბოდიში და ყველა გარაჟში იქნება შესაძლებელი. მოთხოვნა იზრდება ხო უკვე? წავა ეს გადამუშავება. რა თქმა უნდა და ეხა კაპიტალი, ბიზნესი და რესურსი მიდის იქ, სადაც არის მასზე ფაქტობრივი მოთხოვნა. ამიტომ ეკოლოგიის კუთხით ამ ნაწილში ჩვენ დიდ პრობლემას ვერ ხედავთ, იგივე ხა ლითიუმის სისტემები, რაც არის შემნახველები, იმ დონეზე არის დახვეწილი, რომ მას უკვე არანაირი რაღაც აორთქლებადი რაღაც ნივთიერებების პრობლემას აქ ვერ ვაწყდებით და მაქსიმალურად არის ეს ნაწილის დამუშავებული. გარდა ლითიუმისა, რაც სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, მეორე ტექნოლოგია არის ვანადიუმის საფუძველზე შემნახველი სისტემები და ვანადიუმის საფუძველზე შემნახველი სისტემები მე ვხედავ ესე, რომ არის უდიდესი კონკურენტი უკვე ლითიუმის თანდათან. ჯერჯერობით მათ უჭირავს რაღაც ალბათ საერთო ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენებაში მაქსიმუმ 2%, მაგრამ აი უკვე ვანადიუმი არის უსაფრთხო, ანუ არ არის ზაალებადი. მუშაობის ციკლი 25 წელიწადი, ხა ლითიუმს პლუს-მინუს 6-8 წელიწადი. თუ გააჩნია ხარ რამდენ ციკლში იყენებ, ხო? ანუ განტვირთვა, ესე ვთქვათ, discharge ხო, აკუმულატორის. მაგრამ ვანადიუმი დაუშვათ, რომ შევადაროთ ერთი უკეთესი არის ეკოლოგიური კუთხით, მაგრამ ჩვენ რომ ვანადიუმს მივცეთ უკვე მაქსიმალური კომერციული სახე და ფასი იყოს ხელმისაწვდომი, აქ ისე და ისე უნდა უთხაროთ მაღარო, მოიპოვოთ, გადავამუშავოთ. ჯერ ერთმანეთს უნდა წაართვან ტერიტორია. საერთო ჯამში მიუხედავად, ხო ჩვენ ახლა განახლებად ენერგიაში ვართ, მაგრამ უბრალოდ აი რაღაც ზედმეტი რაღაც ემოციების და პათეტიკის გარეშე რო თქვათ, იმდენად ეკოლოგია არა, რამდენადაც ნერვები კლავს ადამიანს და ჩვენ თუ განვავითარეთ ჩვენი ეკონომიკა და ენერგეტიკა ისე რომ აღარ ვინერვიულებთ ბევრ ეკონომიკურ საკითხზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეკოლოგიას ნაკლებად შეგვეხება. საერთო ჭრილში რომ გავამარტივოთ. უკან მიბრუნება იმ ეკონომიკურ საკითხებს რომ მოიგვარებ, მე მაინც დრო გვექნება, ნახეთ, მე გვექნება ბევრად მეტი დრო, რომ ვიფიქროთ აი ესეთ საკითხებზე. ამიტომ ბალანსი არის, აი უქროს შუალედი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აი მართლა ხა თუნდაც ხა ადამიანი რო ტყეში ცხოვრობს, ჯუნგლებში, იქაც რაღაცა ზეგავლენას ჩვენ აღარ დავაპიჭეთ, ჭიანჭველა გარდაიცვალა და რაღაც ეკოსისტემაში პირობიდა. ამიტომ აი ბალანსი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ხა რატომაც ვართ ხო აქ ჩვენყანას ეხება და პოტენციალი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ამის რესურსი და ზუსტი დრო არის სხვათა შორის. კი, მაგრამ სწორი პოტენციალი გამოვიყენოთ ეგ მინდა მე რა, მაგალითად რომ თუნდაც იგივე ეს ძალიან დიდი ამბავი რო ატეხილია ჰიდრო ელექტროსადგურებზე, ხო? ხა როგორც გაირკვა, რაღაცა არ არის ძალიან დიდი
მასშტაბის, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმ ეკოსისტემაზე. რა შეიძლება აი მაგ დროს ან კონკრეტულად ახლა რა ვითარება მაგ მხრივ კარგი კითხვაა. აი ბოდიში კიდე დავაზუსტებ. იგივე რაოდენობის ელექტროენერგია ჩვენ შეგვიძლია რომ რაიმე სხვა ფორმით მივიღოთ ისე რომ ნაკლები ზიანი მოვიტანოთ? გვაქვს რეალურად ეგ შესაძლებლობა? ძალიან კარგი კითხვაა ნინო, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ეხლა თებერვალში და მარტში 11 რეგიონიდან ვიყავით 10-ში. ჩავატარეთ 12 შეხვედრა მასწავლებლებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ამ მასწავლებლებს ჩვენ უტარებდით პრეზენტაციებს. მათ ჰქონდათ უამრავი კრიტიკული კითხვა, რასაც მივესალმებით. ბუნებრივია ჩვენ ამ კრიტიკულ კითხვებზე მზად ვიყავით, რომ პასუხები გაგვეცა, ლოგიკა, არგუმენტაცია წარმოადგინეთ. შეიძლება რამდენიმე პასუხი არაპოპულარული იყო, მაგრამ მათთვის დასაფიქრებელი იყო. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ 30 წელიწადზე მეტი ამ ქვეყანაში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული პროპაგანდა, დამანგრეველი ჰესები. ხა არ მინდა პოლიტიკურ ნაწილში წავიდე, მაგრამ თავის დროზე, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და მოვიპოვეთ ჩვენ თავისუფლება, რაც ყველაზე დიდი ღირებულება, მაშინ შეიქმნა ეგეთი პოლიტიკური პარტია, მრგვალი მაგი და დამოუკიდებელი საქართველო. იყო კიდევ მწვანეების მოძრაობა. მათ დაიწყეს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა აი ამ ჰესებთან მიმართებაში. ამან იმდენად მოახდინა სტიგმატიზაცია, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა, რომ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი დარტყმის მქონე, თქვათ, კონსტრუქცია. სინამდვილეში ამაზე უფრო მეტად მძიმეებიც არსებობს და აღარ წავალ ასე ვთქვათ დეტალებში. დღევანდელი სტანდარტებით ირაკლიმ არაერთგზის ახსენა კიდევ ტექნოლოგიური განვითარება, ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ჩვენ აუცილებლად უნდა განვავითაროთ ჰიდროენერგეტიკა. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ადგილობრივ მოსახლეობას და უნდა ავუხსნათ. მესამე, ჩვენ აუცილებლად ქვეყანამ უნდა მივიღოთ კანონი გრძელვადიანი სარგებლის შესახებ, რომლის ინიციატორიც არის გრედა. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, როდესაც ადამიანი ცხოვრობს იქ და მოდის ინვესტორი და აშენებს ჰიდროელექტროსადგურს, მას ძალიან ლოგიკური კითხვა უჩნდება, ნინო, მე რა? ხო, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველა ადამიანს გაუჩნდება ეს. როდესაც ჩემ პასუხი გაქვს, რომ მე მხოლოდ ჩემი ჯიბიდან დავხარჯავ თანხას, მოდით ეს სიმბოლურად შევატაროთ, თქვათ, მაია ყველაზე აქტიურია, ნინო ნაკლებად, ირაკლი თქვათ, უფრო თავმდაბალია. და აი ამ ჩემი აქტიურობით მე უფრო მეტი სარგებელი მივიღე, რაც არასწორია, დისკრიმინაციულია. თქვა, თქვენ ნაკლები ირაკლიმ საერთოდ ვერ მიიღო, ხო? ეს არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სტრატეგიულად არასწორია განვითარებასთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს მოგვარებული და გადახდილით გადასახადებიდან, ჰესების მიერ გადახდილი გადასახადებიდან კონკრეტული პროცენტი უნდა დაუბრუნდეს სწორედ იმ სოფლის მოსახლეობას, სადაც შენდება ეს ჰიდროელექტროსადგური. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. უნიკალური რამე, კი. ჩვენ ეს არ მოგვიყვანია, ხა ჩვენი გამოგონება ნამდვილად არ არის. ნორვეგია იყო ნახსენები, 97% სწორედ თქვენ გონიათ იქ არ იყო გამოსვლები, რა თქმა უნდა, იქ იყო, იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაა ესეთი. მარტო ქართველის არა, მათ შორის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ერის რომ რაღაცა მასაც უნდა და იქ სკოლა არის გასარემონტებელი, თუ ვთქვათ, გზა ჭირდება, თუ წყალი, ყველა სხვადასხვა რამე დაჭირდება. ხო, იმიტომ რომ ჯერ ერთი რეგიონულ განვითარებას რო ვიძახით ამ ყბადაღებულ რეგიონულ განვითარებას, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს რეგიონების ხარჯზე, მაგრამ რეალურად არაფერს არ ვუბრუნებთ იმ რეგიონებს და ეს მართლა მეც რო ვიყო, არ ვიქნებოდი ნამდვილად თანახმა. ისე არ ხდება, რომ აი ამ სადგურებით სიტყვაზე ის ახლომდებარე სოფლები თუ რაღაცა შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ ელექტროენერგიაზე, რამე ესეთ არა. გაფსი არ არსებობს, ანუ საკანონმდებლო დონეზე ბუნებრივია და კანონს ვერავინ ვერ დაარღვევს. მოგეხსენებათ არსებობს შესაბამისად მარეგულირებელი კომისია, რომელიც ადგენს ტარიფს, არის ენერგოპრო არის, რომელიც რეგიონებშია, თბილისში, თელავში, შესაბამისად დადგენილი ტარიფებით ხელმძღვანელობთ, ისე რომ რაიმე სახის შეღავათით სარგებლობდეს, ესეთი კანონმდებლობა არ არსებობს, ამიტომ კანონს ვერავინ ვერ დაარღვევს. იქ სადაც შენდება ჰიდროელექტროსადგური, ჩვეულებრივად მას ენიჭება ტარიფი და ამ ტარიფის მიხედვით ახდენს ის ელექტროენერგიის გაყიდვას. ხო, ამიტომ ჩვენ ახლა ვფიქრობთ იცით რა ნაწილზე, რომ ეს ინდივიდუალური დახმარებები გარკვეულწილად ვისაც უნდა რა თქმა უნდა დაეხმარება ახლა ინვესტორი და ბიზნესმენი ეს ისედაც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. მაგრამ თანაბარ პირობებში იყვნენ ადამიანები და მათი საჭიროება რაც არის იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ანუ ეს მუნიციპალიტეტი მიიღებს ამ რაღაცა პროცენტს.
კი. მანდ ხა ძალიან რო ჩავეძიოთ, მე ხო ხტებით შემდეგი კითხვა რა არის. რამდენად მივა მე რეალურად მოსახლეობამდე ის რაღაცა კარგი შემოსავალი. მონიტორინგის ჭრილით ეგ უნდა ხო ხდება უკვე ხდება ჩვენს კომპეტენციას, მაგრამ თემა გახლავთ ის რომ შესაძლებელია ყველაფრის საბოლოო ჯამში მონიტორინგი, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ენერგეტიკის სამინისტრო და 2017 წელს გავუყდა, თუმცა ამ სექტორის როგორც წარმომადგენელი და ფიქრობ ირაკლიც დამეთანხმება, საჭირო არის მისი არსებობა, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღები ჩვენ აქტიურად გვჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში და სამინისტრო იქნება ზუსტადაც ის რგოლი, რომელიც აიღებს ენერჯი მენეჯმენტთან დაკავშირებით ყველა საკითხზე პასუხისმგებლობას. დაშვებულ შეცდომებზეც და მათ შორის წარმატებაზეც. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია. მით უმეტეს ახლა რადგან გადავდივართ ნელ-ნელა იმ რაღაცა რელსებზე, რომ ექსპორტიორი ქვეყანაც გვინდა გავხდეთ და ვაწარმოოთ რაც შეიძლება მეტი ენერგია, მგონი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ხო სამინისტროს არსებობა. მე მაგალითად არ ვიცოდი, რომ არ გქონდა ჩვენ ენერგეტიკის სამინისტრო. გაუქმდა 2017 წელს. ხო, მაგრამ აი კიდე ერთხელ ცალსახად იმ პასუხს რო დაუბრუნდეთ, შესაძლებელია რომ იგივე რაოდენობის ელექტროენერგია სხვა ტიპის სადგურებიდან მივიღოთ ნაკლები ზიანით? მხოლოდ ჰიდროა, ხო, ამის შესაძლებლობა. ეს აი ირაკლის მიერაც იყო ნახსენები, რომ დამხმარეა და ნამდვილად ასეა. შეგვიძლია თუ არა ჩავანაცვლოთ ჩვენ, მე მოდით ასე ვიტყოდი, ჩავანაცვლოთ ჩვენ. ჰიდრო მზით და ქარით ერთად თუნდაც ვერა, ფიზიკურად ვერა. ჩვენ გვჭირდება ჰიდრო, აუცილებლად და დამხმარე იქნება პირველ რიგში მზე და შემდეგ მიემატება რა თქმა უნდა ქარი. აი ამ არტიკულაციით შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ. ჩვენ დავამატებთ ხოთა შორის აი კითხვა რა თქმა უნდა. რომ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა პრინციპში არის ბირთვული ენერგია. ხო. აი რეალურად რო თქვა ეხა მართალია. ზოგი ტყვის აი ჩერნობილი ისა იქ სხვა მიზეზების და გამო მოხდა ის ტრაგედია რაც მოხდა, თუმცა იდეაში როდესაც ბირთვულ ენერგიას ვიღებთ ორთქლთან გვაქვს პრინციპში საქმე. არის ძალიან სუფთა ეკოლოგიურად და სხვათა შორის ეხა რაც აქვს პლუსი პრინციპში ბირთვულს არის რომ ძალიან დიდ ტერიტორიას არ საჭიროებს ახლა სოლარი. მძლავრია რა, ვიდრე სოლარი 1 მეგავატი საჭიროებს რაღაც მინიმუმ 1 ჰექტარს, ხო? ეხლა მოდით რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა, ასობით ნაკლები სივრცეში ბირთვი. მაგრამ აქ ეხლა ნახეთ, აი რისკი რა გჭირდება? რისკი არა, იქ ეხლა დივერსიაზე ეხლა იქ ჯვარი წერია, მაგრამ ეხლა დივერსია ბირთვულ ობიექტებზე თუ მუშაობა 5 წელი, 10 წელი ხა უცებ იქ ვიღაცამ რაღაცა ესროლოს, იქ არ ხდება პრობლემა. საქმე იმაში არის უბრალოდ რომ აქ უკვე შენ გამდიდრებული ურანი საიდან მოგაქ ეგ საკითხი არის, საიდან? რუსეთიდან. ანუ ჩვენ რომ მივაბად პირობითად ბირთვული ენერგია მივიღოთ ეხლა საქართველოში ავაშენოთ არის მწვანე არის ძალიან იაფი ეხლა დღეს თუ გვაქვს რაღაც პირობითად 30 თეთრი ელექტროენერგიის ფასი რაც ორჯერ უფრო იაფი წესით იქნება უფრო ნაკლები თუ არა თუმცა ნედლეული გამდიდრებული ურანი მიბმული ხარ მუდმივად უნდა ვიყოთ მაშინ მიბმული ხო რუსეთს ან სხვას რა მნიშვნელობა აქვს მიბმული ხარ ანუ ზუსტად რა არის მიზანი ჩვენი ქვეყნის და რატომ უნდა აშენდეს ისევ და ისევ ეს ჰესები შენ ქვეყნის შიგნით უნდა იღებდე ელექტროენერგიას შენ არ უნდა იყო დამოკიდებული სხვაზე იმიტომ კი არა რომ ვერ შით ვინმეს ჩვენ მეზობელს არა იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია რომ ნებისმიერი საკითხი ოჯახში გადაწყდეს და რა მეზობლებთან და ასე შემდეგ ზუსტად ამიტომ არის დიდი ჰესების მშენებლობა საჭიროა და პრინციპში ის პროექტები რაც იყო გაჩერებული იქ ძალიან ბევრ დათმობაზე პრინციპში მოდიოდა ეგ ინვესტორები მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან და ქვეყნისთვის ეს იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო რომ ქვეყანა მიიღებდა აი საშვილიშვილო და საშვილთაშვილოდ ეფექტს აქ არ არის საუბარი რომ იქ რაღაცა დაიტბორა აქ ჩვენ საუბარი გვაქვს თაობების საქმეზე ხა ენგური რამდენი ხანია დგას და რამდენი ხანი კიდე იდგება როდესაც ჩვენ ისევ და ისევ პირველ რიგში არა უბრალოდ შედეგებს ვებრძვით არამედ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა სად გვინდა ვიყოთ მიზანი რა არის ხო
ბოლოსში რა არის მიზანი და მიზნიდან აი უკვე ლოგიკით მე უკვე რა უნდა გაკეთდეს ახლა სახლის მშენებლობა არ იწყება მე-10 სართულიდან, იწყება ფუნდამენტიდან. მიზანი არის ბოლო სართული. მაგრამ როცა გასცემ შენ თავს კითხვას რამდენი სართულიანი გინდა ფუნდამენტსაც ხო შესაბამისად გათვლი იგივე არის გეოგრაფიულად თან დღეს ყოველთვის აქ ვიყავით მაგრამ დღეს უკვე მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის იმდენად მაღალი არის თან ახლა გადავალთ მაიკო შავი ზღვის კაბელის თემაზე გიждდები მოკლედ თავის საკითხზე იმხელა პერსპექტივები ნინო უჯდება ჩვენ ქვეყანას რომ არ ვიცი ეს იქნება მოტორობა იქნება ქვეყნის ამის არ გამოყენება ამიტომ ენერგეტიკა, ძელვადიანი ხედვა და მოქნილობა. სამინისტრო, ესე დავიწყებ. სამინისტრო ბიზნესი. არა, სამინისტროც დავიწყოთ ჯერ განმასვათ, აღვადგინოთ თუ რა ქვია, ხო? საჭიროა. სამინისტრო, იმიტომ რომ მართლა ახლა შენ თქმის არ იყოს ირაკლი, ხო? ისე არ გამოვა ახლა ელექტროენერგიის გარეშე, უბრალოდ, უარს ვერ ვიტყვით. მივხვდოდ იმისა, რომ ახლა მე ჩემი მთელი რაღაც გატაცება, ასე ვთქვათ და ჩემი საფიქრალი მუდმივად არის ეკოლოგია. მაინც უარს ვერ ვიტყვით ამაზე, ხო? და რაღაცნაირად უნდა გამოიძებნოს. მე მგონია, რომ იქ მაინც ის პრობლემაც იყო ამ კონკრეტულ ჰესებთან დაკავშირებით. თითქოს აი მოსახლეობამ ვერ იგრძნო ის, რომ მათ დაეკითხნენ, მათგან ნებართვა აიღეს, კი, იქ ვიღაცებმა გაყიდეს სახლი, რაღაცა თანხები აიღეს, მაგრამ აი ის ძირითადი ნაწილი, ვინც მართლა ღამეებს ათენებს და ჩემი დიდი პატივისცემა მათ, იმიტომ რომ მართლა რაღაცა იცავენ თავისი გადმოსახედიდან თავის რაღაც მამაპაპისეულს, ხო? მგონია რომ აი სწორედ მათთან კომუნიკაცია არ იყო, ჩემი აზრით სწორად არ იყო, თუნდაც ახლა რაც ახსენეთ, ხო, ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ რომ რაღაცა სენტიმენტები არ მქონდეს, მართლაც პირველ რიგში ვიფიქრებ იმაზე, რომ რაღაცა სარგებელი მეც უნდა მივიღო და კიდევ გავიმეორებ, რომ რეგიონების გადმოსახედიდან ეს ქვეყანა და ჩემი გადმოსახედიდანაც გავს ერთ რაღაცა თავკომბალას, მუდმივი რესურსი მოედინება, ასე ვთქვათ, დედაქალაქისკენ და არანაირი რაღაცა უკუგება არ აქვს ამ რეგიონებს. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი რაც ახსენეთ და თქვენ რას ხედავთ აი მაგ ჰესებთან დაკავშირებით, რა შეიძლება გამოსავალი იყოს, აი თუნდაც ამ შეხვედრებით რამდენად იგრძენით, რომ შეიძლება რაღაცა დაიძრას ეს საქმე. ჩვენ ნამდვილად დავინახეთ ამ შეხვედრებით, რომ სივრცე არსებობს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ნინო, კომუნიკაცია არ ხდება, ადეკვატური არ არის. ამ ადამიანებთან საჭიროა ერთჯერადი ჩასვლა კი არა, არამედ მუდმივი პერმანენტული კომუნიკაცია. და იქითაც აზრის კითხვა, თავისი მიწა ახლობებს დავიდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათაც უნდა დაესვათ კითხვა, ისინიც უნდა ჩაერთნენ, მეტად უნდა მოხდეს მათი გათვითცნობიერება, როგორც ენერგეტიკასთან დაკავშირებით, ასევე ეკოლოგიასთან, ეკონომიკასთან და ასე შემდეგ. ამ ადამიანებმა არ იციან უბრალოდ არც სარგებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია და არც სიმართლე რო ვთქვა, ზეგავლენასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ძალიან ზედაპირული აქვს. აშკარად იგრძნობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათთან კომუნიკაციაში იყვნენ, სრულყოფილად ან არ ვიცი, რაღაცა მიზეზების გამო ვერ აწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას ბოლომდე. ამიტომ, როდესაც ადამიანი არ არის სრულყოფილად ინფორმირებული, ამ დროს ყოველთვის არის ხოლმე კონსპირაციის თეორიები. ანუ ჩნდება გარკვეული ეჭვები. მეც ხა გულწრფელად ვთქვა, მედიცინაში არ ვარ პროფესიონალი და ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას ვკითხულობ, ვენდობი იმ წაკითხულს. იმის იქით, მაშინ უფრო მეტი უნდა ვიმეცადინო. ამ ხალხს ეს დრო არ აქვს ჩაღრმავებული ეს ინფორმაცია და რაღაც ზედაპირი. ნამდვილად, ამ ხალხს ეს დრო არ აქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში ისინი სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვთ. ამიტომ ჭირდებათ ვინმე, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იქნება მათთან კომუნიკაციაში და გასცემს ამ დასმულ კითხვებზე პასუხს და დაანახებს. ხა ჩვენ ავახსენეთ სხვადასხვა ეკონომიკური პროგრესი. ხა ჩინეთმა ორნიშნა ეკონომიკური პროგრესით განავითარა თავისი ქვეყანა და მე თქვენ სწორად აღნიშნეთ და ირაკლიმაც. მე უკან იხევ, იმიტომ რომ ახლა უკვე ეკოლოგიური საკითხები დააყენა პრიორიტეტად. რომ ეკონომიკა იმდენად განავითარა, რომ მომხმარებელი ქვეყნიდან გახდა უკვე მწარმოებელი ქვეყანა და მთელ მსოფლიოს ამარაგებს სხვადასხვა სახის პროდუქციით. ამიტომ შეცვალა მან სტრატეგია და პოლიტიკა. ჩვენ უნდა სწორად იყო აღნიშნული ფსონი, უნდა დავდოთ ენერგეტიკაზე, იმიტომ რომ ის არის საყრდენი ეკონომიკის.
არა ენერგეტიკა, ეკონომიკა ვეღარ მიდის მერე უკვე წინ უჭირს ძალიან. შემდეგ უკვე ყველა ნებისმიერ მომსახურებაში, ნებისმიერ პროდუქტში არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროცენტობით ჩადებული გარკვეული წილი ელექტროენერგიის. ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც მასზე დეფიციტია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე დეფიციტი გაქვს. ანუ რასაც აწარმოებ, თუ რამეს აწარმოებ აქ უკვე. შემოდის შემხედრე კითხვა. ამიტომ დგება დღის წესრიგში ის ჩვენ მგონი ერთი ეპიზოდი არ გვეყოფა. რაზვა წარმოებით ზუსტად. ხო, ამიტომ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ დივერსიფიკაციაზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელი შევუწყოთ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელშიც პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი ცით როგორ აქტიურობს. ბოლო წელიწად ნახევარია მაზდარი შეიყვანა, უკვე მსხვილი კომპანიები შეიყვანა და განახლებადი ენერგოწყაროებიდან აწარმოებს ელექტროენერგიას. ანუ ეს აშენებენ? ესიც ააშენა მათ შორის და მზის ელექტროსადგურების მთელი ბუმი აქვს. მიზანი იცით რა არის? არა თავისი სახელმწიფოს დაკმაყოფილება, არამედ ჩვენ ქვეყანას ელაპარაკება, რომ ჩვენი ქვეყნის ასე თქვა ტერიტორიის გავლით და გამოიყენოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესაძლებლობა და გაიტანოს ელექტროენერგია ევროპულ უზარმაზარ ბაზარზე. დაუკავშირდებით რუმინეთს, შემდეგ უნგრეთში გადადინდება და ასე შემდეგ. და ტარიფი ჩვენთან წარმოების, ანუ ამ რეგიონში, კავკასიის რეგიონში გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ფასი, რომელიც არის ევროპაში ელექტროენერგიაზე, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ეს. ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარეც და ისედაც მათი ეკონომიკიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, მართლა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რაღაცა ესე პარალელურად უნდა განვითარდეს, უბრალოდ ვიზრუნოთ ეკონომიკის და ეკოლოგიის განვითარებაზე. ეს მერე მოbrunების პერსპექტივა არ მხიბლავს. ხო, იცით რა, სოფლიოში იმდენი მაგალითია, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. საუკეთესო უნდა ავარჩიოთ, ეს ზენის ნათქვამია, რომ სხვის და მასზე უკეთესი ჩვენ მოვიფიქროთ. ხო, ზუსტად. კომუნიკაცია პირველი, აი თქვენ რო კითხვაც დამისვით, უბრალოდ მე განვარცე. პირველ ეტაპზე აუცილებლად კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება ყოველ მიზეზს გარეშე. მეორე, ინვესტორების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის წამახალისებელი მექანიზმებით. მესამე, ნაკლები ბიუროკრატია და ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედება, რაც მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის ისე დახვეწა, რომ ყველა მიგრძნოს სარგებელი, ვინც არის არა მარტო პროექტში ჩართული, არამედ ვინც არის იქ მაცხოვრებელი, ბუნებრივია და საბოლოო ჯამში ამ ადამიანების გათვითცნობიერება ამის მნიშვნელობაში და ექსპორტზე ორიენტირება. ნამდვილად. აი ეს არის 5-პუნქტიანი ფორმულა, რომელიც ფორმულა და კარგი იქნებოდა, რომ თავიდანვე რაღაცა მაგ გეგმით დასულიყო ეს ყველაფერი, ხო, მაგრამ არა უშავს. უბრალოდ თუ გავაგრძელებთ დაახლოებით ამ ტენდენციით და რაღაცა კარდინალური ცვლილებები არ მოხდა, არ აშენდა ჰესები და არ გამოისახა რაღაც კონკრეტული ხედვა, და რაღაც თითქოს ესეთი შეგრძნება რჩება, როგორც უბრალოდ მოქალაქეს საუბრობ, რომ ყველა შესაძლებლობა და პერსპექტივა რაღაცა გვერდს გვივლის რა. იგივე არის ახლა, როდესაც შენს ქვეყანაზე გადის ამხელა რეგიონის ინტერესი, ცენტრალურ აზიაზე, აზერბაიჯანზე არის ხო საუბარი. აქ უკვე თვითონ უნდა იყოს აქტიური ნაბიჯები, რომ დავახვედროთ კი არა და პირიქით რაღაც ინიციატივები ჩვენ შემოვიტანოთ. მიბნული ვართ ახლა ევროპა გვინდა, ესაა ჩვენი მიზანი. გახდი ორგანულად მისი ნაწილი განახორციელი ექსპორტი, უბრალოდ ტრანზიტი ნუ იქნები, ხო? ანუ რაღაცა ხარ კორიდორი და რაღაცა მოსაკრებელს აიღებ რაღაცის გატარებაში, როდესაც შენ შეგიძლია აქ პირველი მინიმუმ რომ საკუთარი თავი დაიკმაყოფილო ენერგიით, აქ უკვე გარდამტეხი იქნება და ეკონომიკურ პერსპექტივებს ჩაუყრის საფუძველს. და შემდეგ უკვე იმუშავე. შენ აქ უბრალოდ საქართველოს არის კარიბჭე როგორც ჩინეთისთვის ევროპაში, ასევე ევროპისთვის ცენტრალურ აზიაში, ხო და ამახელა იდეაში პერსპექტივებია და ჩვენი ხა ხალხი ძირითადად აი კითხვა როდესაც ჩდება რა უნდა ჩვენ ქვეყანას სად ხედავ მომავალს, როგორ ხედავ, ამაზე პასუხის გასცემა ფიზიკურად არ ხდება. ეხლა მე გულის ტკივოს გიზი არ ხო როგორც მოქალაქე. თუ ქართველი ჩვენ ქვეყნის მოქალაქე დაუსვამს საკუთარ თავს კი არა, თავის შვილიშვილს უპასუხებს, რომ აი მე მინდა რომ შენ აი ესე იყო. ბევრი გაკეთება. ენერგეტიკის განვითარება, ეკონომიკა ეს უბრალოდ პროცესები არის.
თეორია ინერცია მიეცეს. ვიწევს გახედვა. ძალიან ეხლა სხვანაირად არ ვკეთდება. ეკოლოგიაზე ზრუნვა. ავიღოთ მაგალითები ახლა მაგალითი იმისა, რომ აბსოლუტურად სუპერ მწვანე და ეკონომიკა იქ ბუმავს და შეყვერს მოსახლეზე 200,000, ეგეთი პრეცედენტი არ არის ეკონომიკაში. გვიწევს რაღაცის ბალანსი, ხო? თუმცა ნორვეგია არ გამოიყურება ცუდად ეკონომიკურად. არ გამოიყურება. ვარს არ ვიტყოდი პირადად ნორვეგიის მოდელზე. მაგრამ ჰესებს აეგაა თემა ზუსტად. მოდით ავაშენოთ ჯერ დიდი ჰესები. 4 მილიარდი პროექტი იყო გაჩერებული იდეაში. ხუდონი, ნამაფალე და ონის კასკადი. 4 მილიარდი დოლარი. როდის გაგიგიათ, უშუალოდ 4 მილიარდის ინვესტიცია ბოლოს შევქვა. მაგრამ აი ნახეთ ახლა ჩემი გადმოსახედიდან მე ადამიანი რომელიც ცხოვრობ იქ და მით უმეტეს როცა აი ამ ციფრებზე მელაპარაკებით, მით უმეტეს მომდის კითხვა, რომ იცი რას გეტყვი, არაფერსაც არ აგაშენებინებ, თუ მე არ ნახავ აქედან სარგებელს. ხო, ანუ ჩვენთან მეუბნებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირადღირებული პროექტია და ამ დროს თავაზობთ რას, რომ სახლი გაყიდა რაღაცა საბაზრო ფასზე ოდნავ უფრო მეტად. ხო, ანუ არა ესეთი ამიტომ ვიფიქრეთ ჩვენც აი ამ კანონპროექტზე. ზუსტად ეს იყო მთავარი мотиваცია და ახლა თქვენს მოგეწონათ ნორვეგიის მოდელი, იქაც იყო გამოსვლები და იქაც იყო რთული ვითარება. ანუ ეს მარტივად მიღწევა არ იყო. როდის მოხდა მაგათთან? ბოლო 50 წლის განმავლობაში ხდებოდა პრინციპში, ანუ ჩვენ სანამ მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას, ისინი ცდილობდნენ ამ რესურსების ათვისებას და აწყდებოდნენ უამრავ სირთულეს, უამრავ პრობლემას, უამრავ გამოწვევას. და ბოლოს უკვე წიგნებიც კი დაწერეს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გარდატეხა წელში, ხო, იმიტომ რომ მათთვისაც ძალიან რთული იყო ამ ყველაფერთან ბრძოლა და მათ თუ 50 წელი დაჭირდათ, ჩვენ 20 მაინც ხომ უნდა დაგვჭირდეს, რომ მნიშვნელამდე მივიდეთ. ძალიან კარგად მესმის ნინო ის, რომ მარტივად მიღწევადი მიზანი ეს არ არის. იმიტომ რომ ამას ჯერ მარტო ჰესის მშენებლობას უნდა მინიმუმ 5-7 წელი. ეს საშუალო ტიპის ჰესია საუბარი, ახლა რაღაცა მსხვილებზე არ მაგ და 16 წელი ვაშენებდით ენგურჰეს. ხო, ანუ არ არის პატარა დრო და მე ნაწილ ჩავთეთ. ეს ანუ ეს ერთი ჩართვით არ მომხდარა. ამასაც წლები დაჭირდა და არა 1-2 წელი. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პერსპექტივა, ამიტომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება დღეს უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ შემდეგ, რაც ირაკლიმ თქვა და თქვენც ახსენეთ, არ დავდგეთ სერიოზული გამოწვევის წინაშე. იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვხდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 5%-დან 14%-მდე ავიდა, ანუ იმპორტ დამოკიდებულება. ეს მზარდია. ეს რატომ ჩვენი მოხმარება გაიზარდა? მოხმარება გაიზარდა კი. ნამდვილად მოხმარება გაიზარდა. ჩვენ ბოლოს ვაკვირდებოდით რა მოხდა. 2 წლის, 3 წლის წინ 32,000 კონდიციონერი დამონტაჟდა და შარშან 172,000. ანუ ესეც ადამიანის კომფორტთან არის უბრალოდ დაკავშირებული. გაჩნდა ელექტრომობილები. რა თქმა უნდა. და გაჩნდა უკვე ქვეყანაში ელექტრომობილები. ასე შემდეგ, მოკლედ განვითარებას მოყვება ელექტროენერგიის მოხმარება. ჩვენ თუ გენერაცია არ დავახვედრეთ და პირიქით დავეწიეთ და არ გაუსწარით, ну მაშინ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიქნებით მაძიებელი ამ ელექტროენერგიის. ისე საინტერესოა თუ არსებობს რამე კვლევა ენგურჰესის გავლენა დიდი დროა გასული უკვე ეკოსისტემაზე. ხوارიცით რამე ეგეთი უნდა მოვიძიო ერთი და კარგი იქნება თქვენც თუ ჩაერთვებით ამ პროცესში და ჩვენს სექტორს დაგვეხმარებით. იმიტომ რომ პირდაპირ თვალსაჩინო მაგალითი იქნება, რომ აი ჩვენ ადამიანებს რა გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქნებოდა თავის ეკოსისტემ. მაგრამ ხო, აი რამდენად გვიღირს ისე ვიქმედივართ, რომ უნდა დავწონოთ რამდენად გვიღირს ჩვენი ელექტროდამოუკიდებლობა, მით უმეტეს როდესაც ისეთ სახელმწიფოს განიღება ამ ენერგიას, როგორც არის რუსეთი, ხო? სულ მაინტერესებდა ირაკლი კიდევ რა იცი, აი ერთხელ ნახე, მე მგონი ინტერნეტში ავტობანზე იყო ესე ზევი და მე მგონი გერმანიაშია, ხო? რატო არ შეიძლება რომ ეგრე გავაკეთოთ? აი ავტობანზე რო იყოს ზევიდან ისინი ძვირი ამბავი გამოვა ეგ? ისევ და ისევ. ნუ ფაქტიურად. თუ გინდა ავტობანზე არის ხა სად იყო ინდოეთში ლიანდაგებს შორის არენებენ. ხა ჩვენთან ძროხები დარბიან და ხა ვერ მოხერხდება. ან მაშინ უნდა შემოღობო. შესაძლებელი არის. ანუ ისე და ისე. აი უბრუნდებით. ავტობანზე იქნება თუ სად იქნება ამის მონტაჟი, ეს უკვე ტექნიკური დეტალები არის. კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ
ნაწილობრივ. რა თქმა უნდა, ეგ ხა ბუნებრივი პროცესი არის, როგორც მაიკო მახსენა, რაღაც დონეზე შეიძლება ლოკალურად ეკოლოგიას ვაყენებთ ზიანს, მაგრამ მეორე ნაწილი ეკოლოგია ყვავის, ანუ სამყარო ხო არ არის შავ-თეთრი, ხო? ანუ არის კიდე შავ-თეთრ შორის 7 ფერი. და ეს გრადაცია დავიჭიროთ, იმიტომ რომ ჩვენ დავუშვათ კონკრეტულ სოფელში ჩიტების ჭიკ-ჭიკს გვირჩევნია სიხატაკე და არ არსებული ეკონომიკა თუ და აი დაახლოებით ხო ემოციების გარეშე. არჩევანის გაკეთება არ მინდა. აი ხო, არ მინდა. აი ძალიან არ მინდა რომ ძალიან მიწევდეს არჩევანის მაგრამ გაკეთება. რეალობა რა არის? და ზუსტად გონია რომ რაღაცა მზის პანელები ეგ მაგის საშუალებას აძლევს. იდეალური არის, მაგრამ ისევ არ არის საკმარისი. შეიძლება 50 წელიწადში ისე განვითარდეს. ეს მზე საერთოდ აღარ გვინდა ეს hidro თქვათ. ხო ხა? ჩვენ მუშაობთ რეალობასთან. ყველა ბერი და სახელმწიფო რასთან მუშაობს? არის რაღაც ფანტაზია, დავარქოთ ხეშად, არის რეალობა. რეალობა რა არის? და იცვლება ტექნოლოგიები, უკვე დიდი ზოგადად თელ სოფლიოში იცვლება რაღაც ეკონომიკური პრინციპები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენ რა გადავხედოთ ჩვენ მეზობლებს, ჩვენი მასშტაბის მეზობლები, ხა რუსეთ-თურქეთზე არ მაქვს საუბარი. აიღეთ სომხეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი უკვე ასე იგი მაქსიმალურად ითვისებს ამ განახლებად ენერგეტიკის რესურსებს და უკვე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდება ექსპორტის კუთხით ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ნავთობი გაზი ეს მათ აქვთ და ეკონომიკურად აქტიურად ვითარდებიან და უკვე დებენ ტექნოლოგიურ სექტორებში ინვესტიციებს, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს ნავთობი გაზი მუდმივი თემა არ არის. მეორე მხრივ სომხეთი, რომელსაც არ ზღვა აქვს და გარკვეული პრობლემები აქვს აზერბაიჯანთან. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ჩვენ დონეზე უფრო თუ არ გვისწრებს კიდე და მაგალითად სომხეთში IT მიმართულება იმ დონეზე, აი რამდენიმე მულტიმილიარდიანი სტარტაპი არის სომხეთში. ჩვენთან თქვენ მუშაობთ ხო? ნუ სტარტაპებში ჩვენ არ მუშაობთ, მაგრამ კი, სომხეთში ჩვენ მუშაობთ. მე ზოგადად რატო ჩამოვთვალე, ხო? ანუ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა რაღაცა შეუძლია. უბრალოდ ჩვენ ამ ორი ქვეყნიდან განსხვავებით, ну გარდა გასაგებია რომ აზერბაიჯანს ნავთობი აქვს. საერთოდ არ ვიყო 35 წელი, რაც დამოუკიდებლობას, საერთოდ არაფერ იდეაში რეალურს გრძელვადიანს არ ვთქვეს. ერთადერთი არის ტურიზმი და დეველოპმენტი, რაც ჩვენ ქვეყანაში მუშაობს, სადაც ფულის ამოღების ციკლი არის მაქსიმალურად მოკლე. რაც შემოგვჭა ძველი დროიდან სამეცნიერო კვლევითი ცენტრები ყველაფერი ჯარში არის გაყიდული და თურქეთში და სხვა სამეზობლოში. და პლუს ამასთანავე ენერგეტიკაც არ ვითარდება იმ ტემპით, გან არ ვითარდება, მაგრამ იმ ტემპით რა ტემპითაც უნდა ვითარდება. თან რაღაც ეს შესაძლებლობა თავისით მოგვადგა ასე ხო და უკვე აი როგორ არის მართლა მადლიანი ვარ ჩვენი ისტორიიდან ცოტა გადავხვევ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე რაღაცა ყველა წინაპირობა იყო რომ ჩვენი სახელმწიფო და ერი არ არსებულიყო, მაგრამ გვიმართლებს რაღაც ეს იღებალი დაყვება, აი მართლა ღვთისმსიყვარულს დავარქვენ და დღეს უკვე ესეთი პერიოდია გვიკაკუნებს შესაძლებლობები, ეს კარს გვიკაკუნებს ერთხელ ორჯერ სამჯერ და მოვასწროთ ხო კარის გაღება. პლუს ამასთანავე ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ჰესი, სოლარი. რატო არ საუბრობთ დაუშვათ მწვანე წყალბადზე? რატო არ საუბრობთ ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც პირდაპირ ინტერესში არის ევროკავშირის. ახლა ჩვენი არეალი სამხრეთ კავკასია ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია პოტენციურად წყალბადის იმპორტის კუთხითაც და შესაძლებელია, რატომაც არა, ამიაკის სასუქზეა საუბარი იმპორტის კუთხით. ახლა შენ თუ მაგალითად მწვანე წყალბადის ძლიერი ინფრასტრუქტურა გაქვს შესაბამისი მასშტაბის, შენ შეგიძლია დაუშვათ ამიაკის საწარმოო. ახლა ამიაკის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტერი იყო ევროკავშირში რუსეთი. ტოლიატის კომბინატი, გასაგები მიზეზების გამო რაღაც მომენტში დეფიციტი უჩნდებათ. რა თქმა უნდა, იწარმოება ევროპაში, მაგრამ ძვირია ისო და ისო ღირებულება. ჩვენ ერთი ზღვა გვაქვს ევროკავშირთან. ხო, პრინციპში 3 დღე გემი მიწურავს რუმინეთში. გაჩერდა, პროდუქცია მიიღო.
ძალიან ახლოს ვართ. ძალიან მოქნილი რაღაც საკანონმდებლო ჭრილება ბიზნესისთვის და ინიციატივებისთვის და რაღაც ინიციატივა არის მეტი საჭირო და გრძელვადიანი ხედვა. ეს არის რამდენიმე პუნქტი, რაც შეიძლება განავითაროთ. ცოტა უფრო დარგობრივი რაღაცა სპეციალიზირებაც გჭირდება ძალიან ბევრ რაღაცაში. ხო, მოყვება ამასთან. წარმოვიდგინეთ 400-500 კაცი თუ მუშაობს, საიდანაც 150-200 კაცი იქნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ტექნოლოგიის მცოდნე. უკვე ჩვენი დაუშვათ ტექნიკური, ეს რაღაცას ვიტყვი და არ მიწყენს გარკვეული რაღაც მედია საშუალებები ახლა LinkedIn-ზე, ხო? ერთადერთი სიამაყე რაც გვაქვს არის რომ ქართველი სტუდენტი სადღაც ჩაირიცხა და მეორე ქართულმა ფეხბურთელმა სადღაც გოლი გაიტანა. ეს ხდება ეკონომიკურ პლატფორმებზე. მეტი რეალურად აქტიური არაფერი არ ხდება. გვიამაყება, ვამაყობთ, მაგრამ ის ქართველი სტუდენტი, როდესაც რაღაც ირიცხება, რომლებიც მართლა ძლიერი ბავშვები, ჩამოვა ნინო ის აი ხო ჩვენ ვიხარია ის ჩამოვა სახს აიშენებს აქ და ჩამოვა წელიწადში ერთხელ რომ რაღაცა შულებს ამბობს რომ აქედან ხარ წარმოშობით. თუმცა ჩვენ რო გვიამაყება სტუდენტები, მოდით რაღაცნაირად სანამ ესენი სწავლობენ, აქ დავახვედროთ ისეთი მინიმუმ საფუძველი, ფუნდამენტი, ჩვენ ავრამოვთ რომ ხა სინგაპური გახდება 5 წელიწადში, ხო, მაგრამ რაღაცა გასახანი რომ პრინციპში არის. და როდესაც ამას დავახვედრებთ, მე კი ბატონო ესენი ჩამოვლენ თავის კონტრიბუციას გააკეთებენ. ჩვენი დეფიციტი არის ხა ბევრი ბიზნესი დამეთანხმება ტექნიკური სპეციალისტების. კადრების დეფიციტი არ არის, სპეციალისტების დეფიციტი არის. ხო, აი მეც ამას ვამბობ, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ვჭირდება. ხა კი წამოვიდა ნელ-ნელა ეს პროფესიული სასწავლებლები, რაღაცა იქნებ ნელა მოკლედ ბევრი. სად იმუშავებენ? გვაქვს სამუშაო. როდესაც აი ვაბარებდით ხა, ხო, მე ვაბარებდი, ყოველთვის კითხვა გიდგას, რომ მე ხლა აი აქ ჩავაბარებ, ამას ვისწავლი და დაახლოებით აი ვიმუშავებ. თუ ამაზე პასუხი ვერ გასცა ქართულმა აბიტურიენტმა საკუთარ თავს, ის არის სწავლის ხა ტექნიკურ სპეციალობაზე, თუ არ იცი სად იმუშავებს, ხო? რატო შეაბიჯებს რაღაც ბნელ ოთახში ნაბიჯს. ამიტომ ამ კუთხითაც თუ ესეთი ტექნოლოგიები რაღაც სოლარ ფირფიტების წარმოება ძალიან პერსპექტიული არის დღეს საქართველოში, განსაკუთრებით, როდესაც ამერიკამ ესე თქვა ტარიფები შეიმუშავა მას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ჩვენთან არის წარმოება ფირფიტები, მწვანე წყალბადი, ამიაკი, 1000 რაღაცის შემუშავება შეიძლება და უკვე სპეციალისტების ზღვეყოლება, ეკონომიკაც განვითარდება ბოლოს. ეხლა თბილისში არ იქნება არც ერთი ამგვარი წარმოება, ყველა ეს წარმოება იქნება რეგიონებში, ну, დასავლეთ საქართველოს უკვე ხო ძირითადად საუბარი, სადაც პრინციპში კი არის ახლა მუშაობის საკითხი. როდესაც ერთ წარმოებას შენ ასაქმებ 300-400 ადამიანს, სადაც საშუალო ხელფასი არის პირობითად 1500 ლარი. ეს არის კარგი. კი ბატონო, ნამდვილად კარგია და კარგი იქნება, როცა აეწყობა ისე კარგად მოყევი. როდის აი რაც გულზე დევს ხა. მაიკონ კიცის ეს რა ჩემი გულის ტკივილი. ამიტომ რომ და ამას მე კიდე მოყვება სხვა დანარჩენი წარმატებაც და დიდი იმედი მაქვს რაღაც ტერიტორიულ მთლიანობას რაღაც ხოლმე შევთავაზოთ, ვანახოთ ჩვენ თანამემამულეებს ენგურს იქით, რომ აი ჩვენთან არის ძალიან მაგარი. ნამდვილად. და სანამ ეს არ მოხდება, კიდევ მანდაც დავამატებ, რომ ჩემთვის რეგიონების პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სულ მინდა რომ რაღაცნაირად ისე განვითარდეს ეს ქვეყანა თანაბრად გადანაწილდეს, იქნება ეს რაღაცა ის დოლარი თუ ეკონომიკური ზრდა თუ რაც იქნება, რომ ესე კიდევ გავიმეორებ თავკომბალას პრინციპით არ ვითარდებოდა, თუნდაც დეველოპმენტი ახსენე და თბილისში და რამდენიმე არა ორ ქალაქში, ხო თბილისის გარდა, ხო, სხვაგან არაფერი არ შენდება. მწვანე წყალბადი ახსენა ირაკლიმ, რამდენად შორეული პერსპექტივა, აი ამ ტიპის ალტერნატიული ენერგიები ჩვენი ქვეყნისთვის. ისე ახლოს არის რომ მეტი არ შეიძლება. გეუბნები გვიკაკუნებს კარში. და ავიღო და გავუღებით ამ იმაზე მაშინ ჰიდრო ენერგიაზე. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. ნახეთ ნინო, იმისათვის ჩვენ თუ გვაქვს მართლა სურვილი, იმისათვის პროგრესულად ვიყოთ და ირაკლიმაც თქვა რომ ჩვენს
ეს ქართველები, რომლებიც მიდიან განათლებას ღებულობენ, შემდეგ დაბრუნდნენ, აუცილებლად გჭირდება რომ ყველაფერი გამოვიყენოთ. მწვანე წყალბადი, ხა ნაცრისფერი წყალბადი შემოვიდა კიდე და ასე შემდეგ. ან მრავალფეროვანი არის ეს წყალბადიც. ფაქტია ერთი რამ, რომ საქართველოში არსებობდა ასეთი მეცნიერი ჯერ კიდე ჩემს ბავშვობაში უნდა ვაღიარო, რომელიც გამოჩნდა და პირველად მან დაიწყო წყალბადთან დაკავშირებით საუბარი. კი, მისი გვარი იყო კაპანაძე. ეს იყო ძალიან წარმატებული მეცნიერი. შემდეგ უბრალოდ ეს ადამიანი ვაღიარებ იმას, რომ გაქრა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალიან პატარა ასაკიდან მეცნიერებში ჩემი პოზიციონირება და ინფორმაციის გაცნობა. პირველი იყო, რომელმაც ეს ახსენა. ჩათვალეთ, რომ წყალბადი სერიოზულ სირთულეს და გამოწვევას უქმნის ნავთობის ბიზნესს. იმიტომ რომ წყალბადი ჩაანაცვლებს მაშინ გასაგებია უკვე ყველაფერი. მაგრამ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ჩვენი არ გაგვაჩნია, ასე ვთქვათ, აი ნავთობი და მაგრამ გვაქვს წყალი და წყალბადი ზუსტადად ხუთის წლის რესურსი და ხო, რამდენიც გინდა. ამიტომ წყალბადი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ცალსახად უნდა ვთქვა, რომ მანქანა Toyota ცდის ახლა წყალბადზე მომუშავე მანქანებს. ეს გეთანხმებით, ახლა მსმენელიც დამეთანხმება იმაში, რომ მალფეთქებადია, მაგრამ ტექნოლოგიების დახვეწის საფუძველზე და ამიტომაც ატარებს არაერთ ცდას, რომ გადაიყვანოს ეს უკვე ამ განახლებად წყაროზე. ანუ ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანები უკვე არსებობს, მალე გვექნება წყალბადზე მომუშავე. ამასთანავე შეიძლება გაზით ჩაანაცვლდეს შესაბამისად, ანუ აირი ჩაანაცვლდეს წყალბადით. ფეთქებადია ის ახლა პირველი რაც გამახსენდა, ეგ არის რომ ხო ეს რაღაცა გაზზე მომუშავე მანქანებიც რეალურად საშიშია რა. ნამდვილად კი, ანუ არსებობს მაგის ალბათობა, ის უფრო მეტად არის. და ეკოლოგიის თვალსაზრისით რა როგორ ამდენად წყალი, წარმოგიდგენთ წყალბადი რო იწვის. ხომ რა ის ხო რაღაცას გადის მერე. არა, ეგ არის. ეგ არის მაგის პლუსი. მაიგა. კი. ანუ სრულიად იდეალურია, აი ზუსტად თქვენ რაზეც გავაქცენტებთ. შევეშვათ ამ ჰესებს მაშინ და გადავ. ანუ წყალბადი ენერგეტიკაში იმდენად გენერაციის წყაროთ დღეს გვემარი ცოტა ძვირი არის, მაგრამ დაბალანსების რომ დავუშვათ ქსელი დავაბალანახეთ, ენერგეტიკა მარტო დენი არ არის. ენერგეტიკა არის ავტომობილი გადაადგილდება. ჩვენ რო კითხვა დავუშვათ პირობითად საქართველოს მასშტაბით დავუშვათ რამდენი ბენზინი იწვება მოსახლეობას თავი გავანებოთ დავუშვათ სხვადასხვა სიპები აიპები სამესოები უწყებები და რამდენი ბენზინი იწვება ჩვენ რო დავუშვათ ესენი გადავიყვანოთ წყალბადზე იქნება თუ ელექტროავტომობილებზე ხო არის შედეგი რაღაც უკვე ეკოლოგიაში არის აქ ამაზე მოთხოვნა უკვე შეიძლება წაახალისოს თვითონ დარგები იგულისხმება სწრაფი დავტენების მონტაჟი, განახლებადი ენერგიები, ლოკალური მზის სადგურები, თუნდაც წყალბადზე მომუშავე. იდეაში წყალბადზე მომუშავე ავტომობილების ტექნოლოგია კარგი ხნის არის, მაგრამ უსაფრთხოებას ხვეწავენ ახლა ამ Toyota. დიდი ხნის წინ არის გამოგონილი კი. უსაფრთხოებას აქვს მნიშვნელობა. იქ მაღალი წნევით არის წყალბადი, მაგრამ წარმოიდგინეთ, მანქანა დადის და გამონაბოლ აი თაცმინდაზე რო ახვიდეთ ეს საღამოს საათებში სმოგი დგას არა აქ წყალი მოდის აი პირდაპირ წვეთავს წყალი და რას მომოვიდნენ თაცმინდაზე ადიხარ საღამოს აი მზე რო იჯდება უკვე თელ თბილის აქ აი სმოგი დგას ნაჯახს დაკიდებ ხაერში ესეთი სკელი ხო შეიძლება რომ ეს საკითხის გადაიჭრას ისო და ისო რა გვინდა რაღაცა დავსახი რომ გვინდა ეს რავადებს შამამ ვადებში და ჩვენ ახლა ქართველები ცოტა მიჩვეულები ვართ რომ აი ესე უნდა მოხდეს და ველოდებით რომ აი დაეცემა ახლა თუზი და თვითონ უგვარდება და ცოტა უნდა გადავიშვიეთ მოგეთ გასაკეთებელი არის სტრატეგიული ამოცანებია ჩამოსაწერი გამოვწეროთ სტრატეგიულ ამოცანებს უნდა მოყვეს მერე KPI-ები ანუ სამიზნე ნიშნულები ბოლოს KPI მერე ხო ბოლოს KPI ბოლოს ყველაფერი მივიღეთ ხო აღნიშნოთ ეს ყველაფერი ძალიან დიდი წარმატება ძალიან რაღაცა ისეთი იმედის მომცემი დასასრულისკენ წავედით და იმედის მომცემი დასასრული გამოგვივიდა რა და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით და ესეც საჭირბოროტო თემაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი რამე გავიგე რაც არ ვიცოდი და აი რაღაც ვორჭოფობდი ბევრ რამეში დიდი მადლობა გემშვიდობებით თქვენს მომავალ ეპიზოდამდე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში მოგწერეთ თუ რომელიმე კონკრეტული თემის განხილვა გსურთ ან რომელიმე კონკრეტული სტუმარი გინდათ რომ მოვიწიოთ. ნახვამდის, მადლობა.